დღეიდან საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს თამარ ტატიშვილი. ნანა ჯანელიძემ შეცვალა რეჟისორმა საკონსულტაციო საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში ჯანელიძეს 14 კონკურენტი ჰყავდა. იავნანა ერთი წვეთი საქართველოს თენგიზ აბულაძე ნეტა ვიქ თეატრი არის. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფილმებისა, რომელთა დამდგმელი რეჟისორი ნანა ჯანელიძეა. საქართველოს სახელმწიფო და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური პრემიების ლაურეატი თენგიზ აბულაძის ფილმის მონანიების სცენარის ავტორია. ამავე ფილმისთვის მიღებული აქვს რუსეთის კინოაკადემიის ნიკეს პრიზი. 2011 წელს ნანა ჯანელიძე კვლავ გახდა ნიკეს მფლობელი დოკუმენტური ფილმით ნეტა ვიქ თეატრი არის. ეს იყო ნანას როგორი დემონსტრატიული, კატეგორიული, მიზანდასახული, რა ვიცი, პრინციპიალური რაღაც სურვილი რა. კარგი იქნებოდა რომ კინოები ეღო ნანას, მაგრამ მე ვფიქრობ ნანა ჯანელიძე ძალიან კარგი არჩევანია. მისი კარიერა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფილმების გარდა დადგმული აქვს სპექტაკლები. აგრეთვე გამოცემული აქვს წიგნები თენგიზ აბულაძე ანარეკლი და რეზო ჩხეიძე კინოს დიდგზაზე. 2006-2008 წლებში ის იყო კინოგადაცემა ლატერნა მაგიკას ავტორი და წამყვანი. 2005-2006 წლებში კი თავმჯდომარეობდა ეროვნული კინოცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს. კინოცენტრის ხელმძღვანელად ნანა ჯანელიძე დიდი გეგმებით მოვიდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მეტი ფილმის გადაღება შეესწრონ რეჟისორებმა, რაც შეიძლება და ვეცდები რომ რაღაცა ისეთი სისტემა შევიმუშაოთ ჩვენ, რომ ყველა რეჟისორი, ყველა თაობის რეჟისორი, იმიტომ ძალიან მდიდარი პალიტრა გვაქვს ჩვენ რეჟისორებს, აი ყველა ჩავთოთ ამ სამუშაოში და ვეცადოთ, რომ მათ იმუშაონ ისე, როგორც ეს არის მიღებული ევროპაში. ამბობს, რომ ძველ ხელმძღვანელთან ერთად მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს. ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული ხელმძღვანელი. ის ჩვენი თანამშრომელი არის, ჩვენ ერთად ვითანამშრომლებთ და მისი ენერგია და ჩემი ენერგია მე ვფიქრობ რაღაცა კიდე ახალ ნაყოფს მოეწევს. არის შრომის მოყვარე ქალბატონი, იცის ძალიან კარგად ქართული კინოს განვითარების გზები, აგრეთვე უცხოეთის გზები. ქალბატონო ნანა ამერთან მოგწეს შვედიშყოფა და რაც მთავარია სიყვარული იმ ადამიანებისა, რომელიც თქვენთან ფილმებს გააკეთებენ. დადებითად შეხვდნენ ნანა ჯანელიძის კანდიდატურას ეროვნულ კინოცენტრშიც. ჩვენ ყველა ეროვნულ კინოცენტრში დიდი შემართებით ველოდებით ახალ ხელმძღვანელს და იმედია, რომ მომავალშიც ეროვნული კინოცენტრი იქნება ისე წარმატებული. რეჟისორის კანდიდატურა კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. კინოცენტრის დირექტორობის კანდიდატებს უნდა წარმოედგინათ ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს, თუ რა სტრატეგიული ნაბიჯებია გადასათქმელი შემდეგი 3 წლის განმავლობაში. ჩვენ გავიცანით ამ სტრატეგიულ ხედვებს, შემდეგ უკვე გავესაუბრეთ კანდიდატებს და ფაქტობრივად ერთმხრივი გადაწყვეტილებით მივეცით რეკომენდაცია ბატონ მინისტრს. ნანა ჯანელიძე კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობას ხვალ დილიდან დაიწყებს. 11 საათზე კინოცენტრში პრესკონფერენციაა დაგეგმილი.